ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ულუშაძე გაგაცნობთ. თბილისში საშობაო ალილო იმართება. მსვლელობის მონაწილეები 2 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ქვეყნის მთავარი გამზირისკენ დაიძრნენ. ალილო სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები საშობაო პარაგლს გადაიხდიან. შეგროვებული სურსათი კი მოხუცთა თავშესაფრებს და ბავშვთა სახლებს გადაეცემა. თეო ცუცქირიძე მიყვება მსვლელობას, ის კურიერს პირდაპირ ეთერში უერთდება. თეო სად იმყოფებიან ამ წუთებში მსვლელობის მონაწილეები და სად აპირებენ გაჩერებას. საზეიმო მსვლელობა უკვე რამდენიმე წუთია რაც დაიწყო, როგორც ხედავთ, შობის მახარებლები ახლა თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან და კოლმეურნეობის მოედნის მიმართულებით გალობითა და ლოცვით მიემართებიან. მათ შეკრება რამდენიმე წუთის წინ დაიწყეს რესპუბლიკის მოედანზე სასულიერო პირებთან, მრევლთან და ზოგადად ამ ტრადიციით დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად, როგორც უკვე მოისმინეთ, ისინი სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მიდიან. ადგილზე ვხედავთ ბევრ საინტერესო და მრავალფეროვან თეატრალიზირებულ ეპიზოდს სახარებიდან შეიძლება ითქვას, როგორც მაყურებელი ხედავს, შობის მახარებლები შემოსილები არიან სტიქრებით. სახარების თანახმად სწორედ ეს შესამოსელი ეცვათ ანგელოზებს, რომლებმაც პირველად ახარეს საზოგადოებას ქრისტეს დაბადება. როგორც მაყურებელი ხედავს, ისინი ახლა კოლმეურნეობის მოედნის მიმართულებით მიდიან სამების საკათედრო ტაძარში. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ბევრი სიმბოლური სხვადასხვა ნიშანთან ერთად ალილოს მსვლელობის ტრადიცია საქველმოქმედო ხასიათის მატარებელიც არის. რესპუბლიკის მოედანზე იყო ასევე მოწყობილი შესაწირი კუთხე, სადაც მოქალაქეებმა და ამ ტრადიციით დაინტერესებულმა ადამიანებმა მოიტანეს სურსათი სხვადასხვა პროდუქტები, რომლებიც შესაბამის დაწესებულებებში დარიგდება. ქრისტეს შობის დღესასწაულს მოგილოცავთ ყველას და გეტყვით, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე თითოეული ჩვენგანისთვის. ქრისტეს მოსვლით, ღმერთის განკაცებით ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და უნდა შეიცვალოს დღესაც. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, პატივისცემა და შენდობა. ქრისტემ ეს გვასწავლა. ამიტომაც თუ კი დაიბადა რაღაც ისტორიულ, რაღაც გარკვეულ მონაკვეთში, ეხლა უნდა დაიბადოს ჩვენში, თითოეულ ჩვენგანში, რომ ასეთი ცვლილებები მოხდეს. გილოცავთ ყველას ქრისტეს შობას. მოგილოცავთ პირველ რიგში შობა ახალწელს, ჩვენ პირველად ვართ ალილოს მსვლელობაში და ძალიან გვიხარეთ და ბედნიერები ვართ. ძალიან კარგია, რომ აქ უკვე მეორედ ვარ და გილოცავთ შობა ახალწელს. პირველად ვიღებ ამაში მონაწილეობას, მიხარია ძალიან, არის მსვლელობა და გილოცავთ დაბლობ შობა ახალწელს. საზეიმო მსვლელობა დაიწყებოდა რესპუბლიკის მოედანზე. იმყოფებოდნენ პრეზიდენტის მეუღლე და ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მათ ადგილზე მოსულ ადამიანებს საშობაო ნობათი გადასცეს და ასევე ალილოს და შობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სრულიად საქართველოს გილოცავთ შობის დღესასწაულს. მიყვარხართ ყველა და მინდა რომ დღევანდელი დღე იყოს საწინდარი ჩვენი გაერთიანების. მშვიდობას რუსულად სრულიად საქართველოს. საქართველოს ულოცავ შობის დღესასწაულს. დღეს მნიშვნელოვანი დღე არის ქრისტიანული სამყაროსთვის. ჩვენ გუშინ დავესწარეთ საშობაო ლიტურგიას, მოვისმენეთ პატრიარქის ეპისტოლე და ის გზავნილები, რომელიც პატრიარქს ჰქონდა წლევანდელ ეპისტოლეში, სადაც მან ხაზი გაუსვა ერთის მხრივ მთავარ პრინციპს, რაც ნიშნავს სიყვარულს ადამიანების შორის, რომელიც ღმერთისგან აქვს ადამიანს დანაცვლებული და მეორე, რომ ყველამ უნდა იფიქროს საკუთარ მოყვასზე. მნიშვნელოვანი არის არა ის, რაც მათ ინდივიდუალურ ინტერესებში არის, არამედ მნიშვნელოვანი არის ჩვენი ერის და საზოგადოების ინტერესები. ჩვენი ერის და საზოგადოების ინტერესი კი არის მშვიდი განვითარება, არის კეთილდღეობის ზრდა ამ ქვეყანაში. ხედავთ, რომ 3 წელია მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ მიუხედავად მრავალი მცდელობისა შიგნიდან თუ გარედან საქართველოს
ინტერესები იმდენად სწორად დააპოზიციონირა ამ გარემოში, რომ ერთი წამითაც საფრთხე არ შეექმნა ჩვენს მშვიდობიან, უსაფრთხო და თავარია ეკონომიკურ განვითარებას. შობის მახარებლები, როგორც ხედავთ, ახლა კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარედ იმყოფებიან, ისინი სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მიდიან, სადაც 4 საათზე ჩატარდება პარაკლისი. მადლობა თეო ცუცქირიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. თბილისთან ერთად საშობაო ალილო იმართება რეგიონებში. ტრადიციული მსვლელობა მოეწყო გორში, გურჯაანში, ზუგდიდსა და ქუთაისში. ალილოს მონაწილე სასულიერო პირებმა ბავშვებთან ერთად საშობაო საგალობლები შესრულეს და ქალაქის ქუჩები მოიარეს. ტრადიციულად შეგროვდა ტკბილეული, რომელიც სხვადასხვა ცენტრის ბენეფიციარებს გადაეცემა. შობა ისეთი დღე არის, რომ თელ მსოფლიოს აერთიანებს ქრისტეს სიყვარული, ქრისტეს შობა არა მარტო ჩემთვის, ან ვინმესთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მოევლინა ქრისტე და დღეს როგორც პავლე მოციქულმა ეპისტოლეში მოვისმინეთ, ჩვენ არა ვართ დღეს მონები, არამედ ქრისტემ გაგვათავისუფლა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქრისტიანებისთვის, აი ძალიან ბედნიერი ვარ დღეს მე. ესა უნდა ვიდგეთ ყველა ერთად. გილოცავს ყველას ბედნიერებას, ღვთისმწყალობას გისურვებთ. დასწაული, რომელიც უფალმა გვაჩქო ჩვენ, სასიხარულოდ რათა ერთობით სიყვარულით იყოთ ჩვენ საუკუნის მანძილზე ჩვენში ამ ქვეყანაზე და საშუქებელში. მინდა მოგილოცოთ ყველა საქართველოში, ჩვენ ქუთაის ყველა მოსახლეობას ბედნიერი და ბედნიერი ყოფილიყოს შობა ახალი წელი. შობის აზეიმო ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან ერთად ჩაატარა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. წირვის დაწყებამდე მრევლმა პატრიარქის ეპისტოლე მოისმინა. ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენ სიტყვას და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებასთან თქვა მეტრებში. ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა, საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმმა შეცვალა. ბოროტი ძალისაგან თავს მოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ჩვენ ცხოვრებაში სიტყვა მე განსაკუთრებულად დომინირებს. ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ იგი შეხარის თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველგან და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას. ღმერთი კი დავიწყებული ყავს, ან მექანიკურად ახსენებს მის სახელს. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ თუ რაიმე ნიჭი ან უნარი გვაქვს, უფლის მიერაა ბოძებული. დაცემული ადამიანი თვისებაა სიკვდილის შიშიც. ამიტომაც ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს. იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ ეს ყოველივე უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და აღრმავებს ჩვენში ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს. ასეთი პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ სიკვდილის შიში სინამდვილეში ცოდვებიდან მომდინარეობს, რომ ცოდვას დამონებული სული გაუცნობიერებლად უფრთხის ღმერთთან შეხვედრას და ამიტომაც ზრწის. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მანკიერებებს განეშოროს და სული განიწმინდოს, ხშირად ნიჰილიზმში ვარდება და ათეიზმს აფარებს თავს. ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება პერიოდია დაბადებიდან სიკვდილამდე და სიკვდილთან ერთად მათთვის მთავრდება ყველაფერი.
საჩუბაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში დაესწრნენ პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. საზეიმო წევრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა და მთავრობის მეთაურმა ქვეყანას შობის დღესასწაული მიულოცეს. ისაუბრეს პატრიარქის ეპისტოლეს გზავნილების მნიშვნელობაზე. აუცილებელია რომ ჩვენ გვიყვარდეს ერთმანეთი ქრისტეს სიყვარულით, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს და ეს ხელოვნურად შემოტანილი, ასე ვთქვათ, პოლარიზაციის თემები დავამარცხოთ და დავამარცხოთ ჩვენი სიყვარულით. ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით და ძალიან კარგი იქნება, როგორც პრეზიდენტი, მე ვეცდები, რომ ეს საქმითაც დავამტკიცო და ჩვენი საზოგადოება გავაერთიანო სიყვარულით. შობარის სიყვარულის დღესასწაული, სიკეთის დღესასწაული, ეს არის დღესასწაული, რომელთანაც დაკავშირებულია სამყაროს განახლება და ყველას მინდა უსურვო სიყვარული და სიკეთე. და კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის დღესასწაულს თითოეულ გვენას. ეპისტოლეში იყო ყურადღება გამახვილებული რწმენის მნიშვნელობაზე, ღმერთის სიყვარულის მნიშვნელობაზე და მოყვასის სიყვარულის მნიშვნელობაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამაზე ყურადღების გამახვილება გამომდინარე იქიდან, რომ თუ რაიმე აკლია დღეს საზოგადოებას, ეს არის ალბათ სიყვარული. თქვენ ხედავთ, რომ ხელოვნურად ცდილობენ გარკვეული ძალები ქვეყანაში დათოსონ სიძულვილი სიყვარულის მაგივრად. ჩვენ ამას უნდა დაუპირისპირდეთ სწორედ სიყვარულით და არსებითად ამაზე იყო გამახვილებული ყურადღება პატრიარქის ეპისტოლეში. მოქალაქეებს შობას ულოცავენ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი. მისალოს წერილს მმართველი პარტია Facebook-ზე ავრცელებს. შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენ თვალწინ ახალი დამოუკიდებელი, სუვერენული, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ღირსეული საქართველო იბადება. საქართველო, რომელიც არავის დაუხრის თავს, რადგან თავისუფალი ამაყი ხალხის სამშობლოა, ნათქვამია მისალოს წერილში. გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის უდიდესი სიხარულისა და ბედნიერების დღეს. დღეს, როდესაც თითოეული ჩვენგანის გულში სასწაული ხდება და ჩვენი მაცხოვარი, იესო ქრისტე იბადება. ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინით ხვდებით. ყველა ოჯახში საზეიმო, სადღესასწაულო განწყობას უფევს, რადგან ყველაფერთან ერთად შობის ბრწყინვალე დღესასწაული სიახლესთან, ახალი სიცოცხლის დაბადებასთან არის დაკავშირებული. ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ გამختار ვართ მოწმე იმისა, რომ ყველაზე რთულ გამოუვალ ვითარებაშიც კი ჩვენი შეუპოვრობით, ერთიანობით, ტრადიციების, რწმენისა და სამშობლოს ერთგულებით საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღე-გასტენებია. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის, რწმენის, ტრადიციებისა და მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგ მიმართულმა აქტიურმა და კოორდინირებულმა შეტევამ ყველას დაგვანახა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ქარტეხილს გავდივართ. ბრძოლის ხაზი ხომ ჩვენს იდენტობაზე, თავისუფლებასა და მშვიდობაზე გადის. შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და ჩვენს გვჯერა, რომ ჩვენს თვალწინ ახალი, დამოუკიდებელი, სუვერენული, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული, ღირსეული საქართველო იბადება. საქართველო, რომელიც არავის დაუხრის თავს, რადგან თავისუფალი, ამაყი ხალხის სამშობლოა. მტკიცეთ გვწამს, რომ სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულით ახალი საქართველო გაიმარჯვებს. თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება. ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა. ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით. მაკრონის ეს განცხადება საქართველოში საფრანგეთის ელჩმა სოციალურ ქსელში გააზიარა და დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ხას უსვამს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს. ამ მოსაზრებებს სოციალურ ქსელშივე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა. არ ვაპირებ საფრანგეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ Le Figaro-ს მონაცემებით ფრანგების 61% პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას უჭერს მხარს. 50%-ზე მეც კი ეროვნული ასამბლეის დათხოვნას უნდა ახალი არჩევნები შესაძლოა კარგი გამოსავალი იყოს არსებული პოლიტიკური კრიზისიდან, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. პოლიტიკურ განცხადებებს ლეილა ჯავახიშვილი გაგვაცნობს, რომელიც კურიერს უერთდება, გისმენთ ლელა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ამ საკითხზე მედიასთან დღეს საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებები, რომელთან დაკავშირებითაც მტკიცებულებები არ არსებობს, სრულ ნარატივს ეფუძნება და ეს პირველ რიგში არის საელჩოს პასუხისმგებლობა. სპიკერის შეფასებით, მათი მხრიდან ახალი არჩევნების საკითხის დღის წესრიგში შემოტანა სხვა არაფერია თუ არა ჩარევა ქართველი ხალხის სუვერენიტეტში და ეს იმ ფონზე, როდესაც პაპუაშვილის თქმით კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსები საკუთარ ქვეყანაში თავადვე განიცდიან საზოგადოებისგან ნდობის დეფიციტს. ერთმანეთის სუვერენიტეტს უნდა ვცეთ პატივი. და როდესაც ხედავ ჩვენ სრულ ნარატივების საფუძველზე რაღაც მოწოდებებს შეიძლება არა, მაგრამ რაღაცა შემოტანას თემისა თითქოს ახალი არჩევნების შესახებ, ეს არის უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანში ჩარევა. და თუ კი ჩარევაზე მიდგება საქმე, რა თქმა უნდა, ჩვენ ხედავთ იმ ლეგიტიმაციის კრიზისებს, რომელიც ამა თუ იმ ევროპელ ლიდერს თუ პოლიტიკურ ძალას აქვს. ამიტომ თუ კი სურთ რომ ისაუბრონ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებზე, მაშინ ჩვენც ვისაუბრებთ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებზე. ნაცვლად იმისა, დაკავებული იყვნენ საკუთარი ხალხის ნდობის აღდგენით, დაკავებული არიან საქართველოს ხალხის ნებაში ჩარევის. პრეზიდენტ მაკრონმა თქვა კონკრეტულად რუსეთის ჩარევა საქართველოს არჩევნებში. ყველა მიცის, ქალბატონი სალომეს განცხადება გვახსოვს და მას არც CNN-ი თუ რომელიღაცა მედია იყო, კითხა კიდევაც მტკიცებულებები თუ აქვს და საიდან უნდა გქონდეს მტკიცებულებები. აი ამ დონეზე, ჭორაობის დონეზე წარმოქმნილი ბრალდებები, როდესაც არის პრეზიდენტის სასაუბრო პუნქტებში, ეს რა თქმა უნდა აჩვენებს არაკეთილსინდისიერებას იმ ხალხისა, ვინც პრეზიდენტ მაკრონს უმზადებს ასეთ განცხადებს და უპირველეს ყოვლისა საქართველოში საფრანგეთის საელჩო პასუხისმგებლობა ეს ერთი და მეორე რა ბიულეტენების ჩაყრაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. აი როგორ შეიძლება რომ ასეთი დონის მართლაც და სრულ ნარატივი პრეზიდენტის ატომური იარაღის მქონე სახელმწიფოს პრეზიდენტის სასაუბრო პუნქტებში ადიოდეს. ან არის ძალიან დიდი მავნებლობა ჩადებული ამის უკან სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან, არ არის აბსოლუტური არაპროფესიონალიზმი მათი მხრიდან, ვინც ეს პუნქტები ჩადო. ჩვენ 33 წლის დამოუკიდებლობა, იმიტომ არ მოიპოვეთ სისხლით მართლაც საბჭოთა რუსეთისგან, რომ დღეს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსები დღეგამოშვებით ერეოდნენ ქართველი ხალხის ნების გამოვლენაში. საფრანგეთის ელჩის მიწოდებით საფრანგეთის პრეზიდენტი აბცელებს სრულ ნარატივს, თითქოს ჩვენ 26 ოქტომბერს აქ ქართველი ხალხი კი არ გავედით არჩევნებზე და ჩვენი ნება კი არ გამოხატეთ, აქ ჩამოფრინდა ვიღაცა მოსკოვიდან და იმან ჩაატარა არჩევნები. ამას გადაგვაყოლეს უკვე 12 წელი. აი ამ სიყალბეს გადაგვაყოლა სააკაშვილის ყველა სამეგობრო. რა კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობა მაკრონი, როდესაც საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე მიუთითებს, ამაზე ვერც ოპოზიცია საუბრობს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება არის პირდაპირი გზავნილი, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნებია საჭირო. ჩვენი შეფასება 26 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღესვე იყო, რომ საქართველოში არ ჩატარებულა არჩევნები. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებამ დაადასტურა, რომ ჩვენი შეფასება არის მართებული და კიდევ ერთხელ დაადასტურა ისიც, რომ მხოლოდ ახალი არჩევნების გზით სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების და არა რუსეთის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით შეიძლება რომ ქვეყანამ დაიწყოს კრიზისიდან გამოსვლა. ტელესივრცეში ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი შემთხვევა, სადაც თვალნათლივ ჩანდა, რომ ირღვეოდა არჩევნების თავისუფლება და არჩევნების სამართლიანობის საკითხი. კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რომელ კონკრეტულ ფაქტზე საუბრობს საფრანგეთის ლიდერი, თუმცა ის, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ ასახავს ჩვენი მოსახლეობის ნებას, ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი. უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ მაკრონის განცხადება ემსახურება ქვეყანაში ერთგვარი საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას, რაც შეეხება მისი განცხადების ერთ-ერთ ნაწილს, რომელიც ეხებოდა საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრას, ამასთან დაკავშირებით ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ იყო ერთადერთი შემთხვევა მარნეულში არჩევნების დღეს, რომელთან დაკავშირებითაც დაიწყო შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაც. საოცრებაა რა, თითქოს არ იცის რომ ბიულეტენის ჩაყრა მოხდა, რა საკვირველია, ეს აღიარებულიც არის და დაიჭირეს კიდევაც ის ადამიანი, გამოძიებაც მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით იყო სპეციალური განცხადებები გაკეთებული. ეს ყველაფერი იცის.
მაგრამ ძალიან სამწუხაროა, შემაწრწუნებელია, რომ აი ამ ხელა ქვეყნის პრეზიდენტი, თუმც რეიტინგი ძალიან დაცემული 12%-მდე ჩამოვიდა, ხელისუფლება ვერ შეკრიბა, მთავრობა ვერ შეადგინა. სერიოზულ პრობლემებს განიცდის აი მაგ მხრივ. მიტინგებზე ეხლა საფრანგეთში სულ ეხლა 11 ადამიანი გარდაიცვალა, მოკლეს. აი ამ შეჯახებების დროს 200 ადამიანი მძიმედ დაშავდა და აი ამ რეალურ სიტუაციაში ამ პატარა ჩვენ ქვეყანას ერჩის იმისათვის, რათა ეს დესტაბილიზაციის სცენარი არ შეჩერდეს და განვითარდეს. საქართველოს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრისას გააკეთა. მადლობა ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. მაკრონის განცხადებაზე ჟურნალისტებმა შეკითხვა პრემიერ-მინისტრს დაუსვეს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ როდესაც მეზობელ ქვეყნებზეა საუბარი, თუ კი სადმე ერევა რუსეთი, ეს უკრაინაა, რომელიც მისივე განცხადებით განადგურებისთვის გაწერეს. თუ სადმე ერევა რუსეთი, მეზობელ ქვეყნებზე როცა საუბარი, ის ერევა უკრაინაში და ურჩევნიათ ყველას, რომ უკრაინას მიხედონ, რომელიც გაწერეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა. ეტყვილებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე, ეს არის განადგურებული უკრაინა. მაკრონმა საქართველოს საფრანგეთის ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე ახსენა. საფრანგეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ქმედებებზე და ამ კონტექსტში მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. მაკრონმა თქვა, რომ ბოლო წლებში კრემლი ბევრად აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ. ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ მისი აგრესიის ბუნება შეცვალა. ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით რუსეთის ქცევამ რადიკალური ცვლილება განიცადა, რომელიც უფრო მკაცრი გახდა. ასევე ბევრად უფრო აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ მისი დამოკიდებულება. ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთი მოულოდნელად აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მას წინ აღუდგნენ. ასევე საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. იგივე სადეს მოლდოვაშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ. ელტოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადადებული ვიზიტი მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. პია კაუმმა მაკა ბოჭორიშვილს წერილი მიწერა და ვიზიტის გადადების მიზეზებზე ისაუბრა. მივედი დასკვამდე, რომ არსებული პირობები არ უწყობს ხელს იმგვარ შინაარსობრივ და ინკლუზიურ დისკუსიებს, რომლებიც საჭიროა ხელშესახები პროგრესის მისაღწევად. ნათქვამია წერილში. პია კაუმმა აცხადებს, რომ ელოდება საქართველოში ვიზიტისთვის უფრო შესაფერის დროს. ისმის მოწოდებად საქართველოს ხელისუფლების მიმართ იმოქმედოს ოდრის რეკომენდაციების შესაბამისად და პრიორიტეტი მიანიჭოს დიალოგს. შეფასება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე, აცხადებს, რომ ელტოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თავად გამოსცადა, როგორ მუშაობს ლიბერალური ფაშიზმი და დაინახა, რომ ეს მასშტაბურად კოორდინირებული მოვლენაა. დაგეგმილი ვიზიტის მიზანი იყო ხელისუფლებასთან, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მნიშვნელოვან რეკომენდაციებთან დაკავშირებით დიალოგის წარმართვა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის მიმართ ეუთოს მხრიდან ერთგულების დადასტურება. მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებ თქვენი მთავრობის სურვილს უმასპინძლოს ჩემს დელეგაციას, მივედი დასკვნამდე, რომ არსებული პირობები არ უწყობს ხელს იმგვარ შინაარსობრივ და ინკლუზიურ დისკუსიებს, რომლებიც საჭიროა ხელშესახები პროგრესის მისაღწევად. თუმცა მტკიცედ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ დავუჭიროთ ოდირის რეკომენდაციების შესრულებას და წავახალისოთ დიალოგი ყველა მხარეს შორის. ველოდები საქართველოში ვიზიტისათვის უფრო შესაფერისი დროის განსაზღვრას, როდესაც პირობები უკეთ შეუწყობს ხელს კონსტრუქციულ ჭართულობას. ამავდროულად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას იმოქმედოს ოდირის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად და პრიორიტეტი მიანიჭოს ინკლუზიურ და კონსტრუქციულ დიალოგს ყველა შესაბამის ძალასთან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მზადა ამ მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას და მზად ვიქნებით განვიხილოთ ეს საკითხი ონლაინ შეხვედრის ფარგლებში უახლოეს მომავალში. გმადლობთ თქვენი გაგებისა და განგრძობადი თანამშრომლობისთვის. იმედს ვიტოვებ, რომ შევძლებთ ერთად მუშაობას საქართველოში დემოკრატიული პრინციპებისა და პროცესების განმტკიცებისთვის. მადლობა მინდა გადავხადო ქალბატონ პია კაუმას მისი მონდომებისთვის, მისი სურვილისთვის, რომ დაეხმაროს ქვეყანას და მისი დამოკიდებულება ყოველთვის ასეთი იყო ჩვენი ქვეყნის მიმართ და ამას უკავშირდებოდა, რა თქმა უნდა, მისი მსაუბრა საქართველოში ჩამოსულიყო ვიზიტი, თუმცა ხედავთ, როგორი იყო
კონკრეტული სუბიექტების დამოკიდებულება ამ განზრახვის მიმართ რაც არის აბსოლუტურად გამოგონებელი ჩვენ გვიწევდა ქალბატონ გაუმასთან თავის დროზე საუბარი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მუშაობს ლიბერალური ფაშიზმი მაგალითად საქართველოში და რეალურად თვითონ შეიგრძნო ყველას კარგად მე მგონი ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი და დაინახა ასევე ისიც ვფიქრობ ქალბატონმა გაუმამ რომ ეს არის კოორდინირებული საკმაოდ მასშტაბურად ეს არ არის ქართული მოვლენა ეს არის საერთაშორისო კოორდინირებული მოვლენა რა თქმა უნდა ლიბერალური ფაშიზმი არის ის რასაც ყველა უნდა ვიბრძოლოთ და ეს მიმდინარეობა იდეოლოგია არის დასამარცხებელი ჩვენს ქვეყანაში. თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემა მაკეინის ინსტიტუტის გადაწყვეტილებაც, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კისინჯერის სტიპენდიანტად დაასახელა. მაკეინის ინსტიტუტის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კისინჯერის სტიპენდიანტის რანგში ზურაბიშვილი გამოიყენებს თავის დიპლომატიურ, ლიდერულ და პოლიტიკურ გამოცდილებას ახალი არჩევნებისა და დემოკრატიული გზის გასავლელად თავის ქვეყანაში. ქართულ ოცნებაში დღეს განაცხადეს, რომ წლების წინ ანალოგიური სტატუსით ტაფტსის უნივერსიტეტმა მიხეილ სააკაშვილიც დაასაქმა. მათივე თქმით, ამ ფაქტებით დასტურდება, რომ ყოფილი პრეზიდენტების სახელმწიფოზე მაღლა გარკვეული უცხოური ძალების ინტერესებს აყენებდნენ. შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს ამ თემაზე, ის კურიერს უერთდება, შოთა გისმენთ. მაკეინის ინსტიტუტის გადაწყვეტილებამ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი და სალომე ზურაბიშვილი ფაქტობრივად გაათანაბრა მართველი გუნდისთვის არის მორიგი აღიარება იმის, რომ როგორც სააკაშვილი, ისე ზურაბიშვილი საკუთარი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ყოველთვის გარკვეული ძალების ინტერესს აყენებდნენ. მართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ მაკეინის ინსტიტუტის გადაწყვეტილება არის დასტური იმის, რომ რეალურად სალომე ზურაბიშვილს უფასდება ის ღვაწლი, რომელიც მან ოპოზიციის სასარგებლოდ და ქვეყანაში, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, დესტაბილიზაციის ფონის შექმნისთვის გაწია. შალვა პაპუაშვილის თქმით, მაკეინის ინსტიტუტი არასდროს მალავდა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს საქართველოსთან დაკავშირებით, მათ შორის არჩევნებამდე მან ღიად შესთავაზა გაიდლაინი ოპოზიციას თუ როგორი უნდა ყოფილიყო მოქმედებები პოსტსაარჩევნო პერიოდში და ეს გადაწყვეტილება ზურაბიშვილთან დაკავშირებით პაპუაშვილის აზრით არის სწორედ ამ სცენარის გაგრძელება. ღია მხილება არის თუ რასთან გვაქვს შესაძლებლობა, როცა საუბრობთ ქალბატონი სალომე უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა საქართველოში, ხო? ეს არის ის გზა სტანდარტული, რომელსაც ასეთი ადამიანები გადიან. შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილი, როდესაც წავიდა ხელისუფლებიდან, მასაც ერთ-ერთ უნივერსიტეტში მისცეს ესე მკვლევარი სტატუსი. რაც შეეხება მაკეინის ინსტიტუტს, ჩვენ გვახსოვს თუ რა როლი ქონდა მას და აქვს ამ არეულობებში, რომელიც საქართველოში ორგანიზდებოდა. გახსოვთ მათი სცენარი პირდაპირ დაწერილი ქალბატონი ლორა თორნტონის, რომელიც პირდაპირ წერდა, რომ არჩევნები ჩატარდება და რომ აღიარებენ ამას დამკვირვებლებიო, მაინცო პროტესტები უნდა იქნებაო და ამ პროტესტს უნდა დაუჭეროთ ხარიო. შემდეგ გახსოვთ, როგორ იმედგაცრუებული იყო ქალბატონი ლორა თორნტონი, რომ გაკვირვებული იყო, რომ მსხვერპლით როგორ არ დასულდა კი, მაგრამ ეს ძალადობრივი აქციებიო. ნუ ეხა აი ეს არის არ ჯამში კიდევ ერთი მხილება, რასთან გვაქვს საქმე. განსხვავებულია ოპოზიციის აღქმები მაკეინის ინსტიტუტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ოპოზიციის დიდი ნაწილი თუკი აქამდე სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებდა, ბოლო რამდენიმე წელია მას მიიჩნევს ერთადერთ ინსტიტუტად, რომელმაც ევროინტეგრაციის გზაზე სწორი ნაბიჯები გადადგა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მსგავსად მისთვის სტიპენდიის მინიჭებას, ნაციონალურ მოძრაობაში არ უკარგავენ, ასე ვთქვათ, ოპოზიციურ ღვაწლს ზურაბიშვილს, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილი გაცილებით უფრო მაღალი პოლიტიკური რანგის ფიგურა იყო. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის მიჩნეული იმ ადამიანად, რომელთანაც საუბრის და ასე ვთქვათ კომუნიკაციის დროს ისინი თვლიან, რომ ესაუბრებიან მათ შორის ქართულ ხალხს. ეს არის მათ შორის ალბათ ამ ეგრეთ წოდებული სტიპენდიის ერთ-ერთი მიზეზი. ისტორიულად მიხეილ სააკაშვილს აქვს სრულებით გამორჩეული ღვაწლი საქართველოს უახლოეს ისტორიაში და სხვა პოლიტიკოსებს ძალიან ბევრი უყლიათ ჯერ იქამდე, რომ ეს ღვაწლი არათუ გაიმეორონ, არამედ ახლოსაც მივიდნენ, იმიტომ რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილმა გამოათრია საქართველოს ჭაობიდან. სალომე ზურაბიშვილმა გასულ თვეებში ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად. პირდაპირ ვიტყვი, რომ არა ქართველი ხალხი და სალომე ზურაბიშვილის მიერ გაწეული ძალისხმევა მაგალითად კანდიდატის სტატუსს საქართველოს არავითარ შემთხვევაში არ მიანიჭებდნენ. ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ მას დღეს საკმაოდ დიდი დაფასება აქვს დასავლეთში.
ოპოზიციისა და მაკეინის ინსტიტუტის ხედვები სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით რომ ემთხვევა, ეს არ უკვირთ მართველ გუნდში, საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ რომ მაკეინის ინსტიტუტის ინტერესს ამ შემთხვევაში წარმოადგენს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და იდეოლოგიის გატარება საქართველოში, თუმცა ამავდროულად მართველი გუნდის წევრები საუბრობენ იმაზეც რომ მაკეინის ინსტიტუტმა დაივიწყა რა განცხადებები ჰქონდა თუნდაც სალომე ზურაბიშვილს მათ შორის ამერიკაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წევრების თქმით ეს არის იმის დასტური კიდევ ერთხელ რომ რეალურად საკუთარი ინტერესების მიხედვით ხორციელდება პოლიტიკური ფსონების გაკეთება და ამ ყველაფერს იდეოლოგიასთან და დემოკრატიულ ღირებულებებთან კავშირი არ აქვს. მაკეინის ინსტიტუტის ესეთი უშტატო თანამშრომელი ყოველთვის იყო სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც იგი პრაქტიკულად სათავეში ჩაუდგა თუ სათავეში ჩადგომას ცდილობდა ამ გაერთიანებაში, რომელსაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა, არაფერთ არ ჩამორჩება სააკაშვილის თავისი განცხადებები და უფრო მეტიც მაკეინის ინსტიტუტი, აი გამოჩენილი რესპუბლიკელი სენატორის ინსტიტუტი არ ითვალისწინებს იმას, რომ სულ ახლა 28 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი იყო, ვინც ამბობდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთი ჩაერია და რუსეთი იყო იქ შემოჭრილი. ანუ კონიუნქტურაა შექმნილი ესეთი, რომ როგორმე ჩვენი ქვეყანა დააზიანონ და არაფრად არ დაგიდევენ, რა ვინ რა განცხადება გააკეთა ბოლო პერიოდში, რასთან დაკავშირებით და რა ჰქონდათ ამათ წარსულში, რა პოლიტიკური ისტორია მოყვება. მაკეინის ინსტიტუტმა სალომე ზურაბიშვილს როგორც თავად განმარტავენ დემოკრატიაში შეტანილი წვლილისთვის სტიპენდია დაუნიშნა, ანალოგიური სახის სტიპენდია მიიღო ჯერ კიდევ 2013 წელს მიხეილ სააკაშვილმაც. მადლობა, პირდაპირ ეთერში შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა. სოფელ საბერიოში ხანძრის დროს დაშავებული ქალი ლევან გალობლიშვილმა მოინახულა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა. აფხაზეთის მთავრობა ოჯახს ფინანსურად დაეხმარება. ხალხს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. ექიმების ინფორმაციით მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტი კირგედავა 58 წლის გადმოყვანილია აფხაზეთიდან. სახის და ზემოკლიდურების მიდამოს დამწვრობით, ამჟამად სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია, მოგრძელდება სათანადო მკურნალობა. მეორე მესამე ხარისხის დამწვრობა არის დაახლოებით 10%. უმძიმესი ტრაგედია მოხდა საბერიოში. რა თქმა უნდა, ესეთ მდგომარეობაში ძნელია ნუგეში ოჯახი. მე მოვინახულე გარდაცვლილი ბავშვების ბებია, რომლის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ყველანი ღმერთის შვილები ვართ და კარგად გვესმის, რომ მისი მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაცილებით უარესია. ჩვენ აფხაზეთის მთავრობამ ჩვენი სარეზერვო ფონდიდან გამოვყავით რაც გარკვეული თანხა, რათა მათ სოციალურ პირობებს დაეხმაროს. სვანეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია, დაკავებულია 2 მამაკაცი. გამოძიების ინფორმაციით მათ 5 იანვარს ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, ერთ-ერთ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და თავისუფლება აღუგდეს. დანაშაულის დაფარვის მიზნით მოგვიანებით ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ცხედარი მდინარე ნაკრაში იპოვეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრაზილიურმა მხარემ ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთები გაშიფრა და მასალა ოფიციალურ ასტანას გადასცა. საგამოძიებო პროცესში ჩართულები იყვნენ რუსი, ყაზახი და აზერბაიჯანელი ექსპერტებიც. თვითმფრინავი 25 დეკემბერს ჩამოვარდა და იღუპა 38 ადამიანი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სამხედრო თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. 1 ადამიანი ემსხვერპლა საოკუპაციო ჯარების თავდასხმას ხერსონის ოლქში, დაჭრილია 9. სამიზნეა სუმის ოლქიც დაიბომბა 9 დასახლება, ისევ ქუჩის ბრძოლებია ტორეცკში. მედიის ინფორმაციით ოკუპანტებმა ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონები დააკავეს, ასევე აიღეს 2 დასახლებული პუნქტი. ტრამპის წარმომადგენელი კიევში 20 იანვრამდე აღარ ჩავა. გენერალმა კიტ კელოგმა უკრაინაში ვიზიტი ინაუგურაციის შემდეგ გადადო. მიზეზი უცნობია. როიტერის ინფორმაციით გადადებულია ვიზიტები რომსა და პარიზშიც.
გადადგა კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდომ დატოვა მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერის პოსტიც. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად მიიღო, რადგან შიდა ბრძოლებიდან გამომდინარე ის ვეღარ იქნება საუკეთესო კანდიდატი მომავალ არჩევნებზე. ტრუდომ პარლამენტის მუშაობა 24 მარტამდე შეაჩერა, თავად კი მოვალეობას ახალი ლიდერის არჩევამდე შეესრულებს. I am a fighter. როგორც ყველა მეცით, მე მეომარი ვარ. არ მივეკუთვნები იმათ, ვინც ბრძოლის დროს განზედგება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრძოლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც ეს. თუმცა ჩემი მამოძრავებელი ყოველთვის კანადის სიყვარული იყო. სურვილი, კანადელების მსახურების სურვილი და ის, რაც კანადელების ინტერესებშია. კანადელები შემდგომ არჩევნებზე რეალურ არჩევანს ემსახურებენ. შიდა ბატალიების დროს ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ვერ ვიქნები ის, ვინც შემდგომ არჩევნებზე ლიბერალურ სტანდარტს მიიტანს. პრემიერის გადადგომის შემდეგ კანადას შტატებთან გაერთიანებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ტრამპი. მან განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. კანადაში ბევრ ადამიანს მოწონს 51 შტატად ყოფნა. შეერთებულ შტატებს აღარ შეუძლია იტანოს ის უდიდესი სავაჭრო დეფიციტი და სუბსიდიები, რომლებიც კანადას არსებობისთვის სჭირდება. ჯასტინ ტრუდო ამას აცნობიერებდა და გადადგა. თუ კანადას შტატებს შეუერთდება, საბაჟო ტარიფები გაუქმდება, გადასახადების შემცირდება და ქვეყანა რუსული და ჩინური გეგმების საფრთხისგან დაცული იქნება, წერს ტრამპი. 4 ადამიანი ემსხვერპლა შტორმს ამერიკაში 7 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 300,000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა. გაუქმებულია 2,000-ზე მეტი ავიარეისი. რამდენიმე შტატში დაკეტილია ცენტრალური მაგისტრალები. მოხდა ასობით ავტოსაგზაო შემთხვევა. ძლიერი მიწისძვრა მოხდა ტიბეტში. დაღუპულია 95 ადამიანი, დაშავდა 130. დანგრეულია შენობები. მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ. ბიძგების სიმძლავრემ 6,8 მაგნიტუდა შეადგინა. რყევები იგრძნობოდა მეზობელ ნეპალსა და ინდოეთშიც. დღის სხვა სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე. რუსავი 2.G კურიერი კი გემშვიდობებად 6-მდე.